თბილის არხი, რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ლევან ჯიქიასთან ერთად ისტორიკოსი. ის არის ჩვენი ტრადიციული სტუმარი თანაწამყვანი სამშაბათობით და ჩვენ მასთან ერთად ვიხსენებთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებს უახლესი ისტორიიდან, არა მხოლოდ უახლესი ისტორიიდან და ვსაუბრობთ ეპოქალურ პიროვნებებზე, შეგვიძლია ასე თამამად ვთქვათ, არა ბატონ ლევანი? დიახ, ნამდვილად მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. ბატონ ლევან, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აკაკი ჩხენკელის შესახებ და აქვე ვიტყვი, სანამ მისი ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო დეტალურად მოუყვებით ჩვენ მსმენელებსა და მაყურებლებს, რომ გამოცემული არის მოგონებები და ის გამოსცა ეროვნულმა არქივმა. გამოცემული არის მისი დღიურები, თუმცა მისი გამომცემელი არის არა ეროვნული არქივი, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გასულ წელს გამოიცა ორტომეული მისი დღიურების და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ მისი გამომცემელი და ეს დღიურები კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს ამ პიროვნებას და მის ღვაწლს, რომელიც მან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად გასწია. 1918 წლის 26 მაისთან ასევე ასოცირდება ეს ადამიანი როგორც ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო მაშინ, დაჩქარებულიყო პროცესები, ხოლო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ევროპაში ასევე მის სახელს უკავშირდება ბრძოლა ამ დაკარგული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად და მან მთელი ცხოვრება შეიძლება ითქვას ამ მოვლენას, ამ პროცესებს შესწირა და სხვათა შორის თავის დღიურებში ის ერგან წერს კიდეც. მეშინია არ მეყოს ძალა ამდენ წამწალშიო და მართლაც ამ სიტყვის დადებითი კონოტაციით ის დაწამწალებდა მთელს ევროპაში და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე ცდილობდა საქართველოს საკითხი გაჟღერებულიყო და მოეპოვებინა მხარდაჭერა დიდი სახელმწიფოების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს წარმატებული იყო, ზოგ შემთხვევაში არა, თუმცა ეს რა თქმა უნდა გლობალურ პროცესებზე იყო დაკავშირებული, თუმცა მას როგორც ასეთი ცდა ამ ყველაფრისთვის არ დაუკლია. და მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვნის ასევე უნივერსიტეტის დაარსების საქმეშიც, ხო? დიახ, ისიც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მისი დიდებული სიტყვა ცნობილი არის, რომელიც მან წარმოთქვა უნივერსიტეტის გახსნის დღეს. ასე რომ არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იმ პერიოდში, რომელშიც ეს ადამიანი არ ყოფილიყო ჩართული და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში იყო ის აქტიურად ჩართული, სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებას გერმანელებთან, რომლებისგანაც მან მიიღო საკმაოდ ბევრი საიდუმლო ინფორმაცია და სხვათა შორის მისი წერილები ცნობილი არის ბათუმიდან, რომელსაც ის თბილისში აგზავნიდა და მისი სიტყვებიც გულში ჩამწვდომი არის. ერთ-ერთ წერილში ის აღნიშნავს, რომ ურისხოდ არაფერი არ კეთდება, სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისხოდ, საჭიროა გამბედაობა და კიდევ ერთხელ გამბედაობა და მართლაც მას დაუჯერეს. და აი ამ გამბედაობის შედეგად 1918 წლის 26 მაისს საქართველოს აღედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა. ასე რომ ეს პროცესიც უშუალოდ ამ ადამიანს უკავშირდება და უთხრა ჩვენს რადიო მსმენელს, რომ ეს ადამიანი 1974 წელს დაიბადა ოქუმში, აფხაზეთში. იქ სასულიერო პირი იყო მამამისი ივანე ჩხენკელი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებდა აფხაზეთში პირველდაწყებითი სკოლების გასახსნელად, იქ არსებული ეკლესია-მონასტრების შესანარჩუნებლად. საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ივანე ჩხენკელის წერილები შვილისადმი, სადაც ის ასე მიმართავს თავის შვილს. უჯვირფასესო და საიმედო შვილო აკაკი ივანეს ძევ. აკაკიმ პირველდაწყებითი განათლება მიიღო ხომში, შემდეგ მან სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ჩაებოილის და ამიტომაც ის გარიცხეს 2 წლის შემდეგ სემინარიიდან. მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა კიევში, სწავლობდა მოსკოვში, პეტერბურგში, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმის გამო არც ერთი სასწავლებელი მას არ დაუმთავრებია. 1902 და 1904 წლებში ის ადვოკატობდა აფხაზეთში. მოგვიანებით ის დაქორწინდა მაკრინე თირკიაზე და შემდეგ ევროპაში მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად. ის სწავლობს სხვადასხვა უნივერსიტეტში, გერმანიაში, შვეიცარიაში
და 1909 წელს ბრუნდება ის საქართველოში, თუმცა იცით თქვენ ეს რა პერიოდი არის, როდესაც რუსეთის პირველი რევოლუცია დამარცხებული არის, რეაქციის პერიოდი არის და 1910 წელს ის დაპატიმრებული აღმოჩნდა. ერთი პერიოდი მეტეხის აპრობელეში იმყოფებოდა, თუმცა მერე გადაასახლეს როსტოვში. და აქ ერთი საინტერესო დეტალი შესახებაც მოუყვეთ ჩვენს მენელებს, რომ ის ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობასაც, ხო, ამ პერიოდში და აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან, ფსევდონიმით აქვეყნებდა ის წერილებს, ქუმელი, ანჩინი, კინწყალი, ანჩინ, ასეთი ფსევდონიმები. და ეროვნულ საკითხებზე წერდა ძირითადად და დიახ, ნაციონალური საკითხი მისი ქვაკუთხედი იყო ყოველთვის და სხვათა შორის ის, როდესაც მოღვაწეობდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, აქაც აყენებდა საქართველოს კულტურულ ავტონომიას, გამოდიოდა მუდმივად რუსების მიერ ქართველების ჩაგვრის წინააღმდეგ, მუსულმანი ქართველების ინტერესებს იცავდა და ყოველთვის ეს საკითხები აღელვებდა მას როგორც ასეთი. მოგვიანებითაც აგრძელებს ის პერიოდულ პრესასთან თანამშრომლობას და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყოველთვის ეროვნულ საკითხებზე აქვს ყურადღება გამახვილებული. ის რუსეთის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში 1912 წელს აირჩიეს აფხაზეთიდან და ბათუმ ხარსის ოლქიდან. და სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას წარმოადგენდა ის იქ. და თქვენ იცით 1917 წლის თებერვალ-მარტში რუსეთში მოხდა რევოლუცია, რომლის შედეგადაც იქ დაემხო მეფის ხელისუფლება, დროებითი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, რომელმაც კავკასიის სამართავად შექმნა კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, იგივე ოზაკომი, როგორც მას ეძახდნენ და სწორედ ამ ოზაკომის შემადგენლობაში არის აკაკი ჩხენკელი, რომელიც იქ საქართველოს საკითხებს კურირებს. მოგვიანებით თქვენ იცით, რომ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კავკასია მთლიანად გამოიყო რუსეთს, რადგან ის ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში და აი ამ დროს ყალიბდება ამიერკავკასიის კომისარიატი, რომლის შემადგენლობაშიც ის როგორც მინისტრი ისე შედის, მერე ყალიბდება ამიერკავკასიის სეიმი, საკანონმდებლო ორგანო, სადაც ის ასევე თავმჯდომარე არის და ის ასევე წარმოადგენს საგარეო პოლიტიკას. და სწორედ აი ამ დროს წარმართავს ის მოლაპარაკებას თურქებთან, რადგანაც თურქეთს ოსმალეთს გააჩნდა მაშინ ტერიტორიული პრეტენზიები სამხრეთ კავკასიის მიმართ, თურქები ითხოვდნენ იმ ტერიტორიების დაკავებას, რომელიც ლენინმა დაუთმო მათ პრესკრიპტოვსკის ზავის შესაბამისად და აი ამ მოლაპარაკების დროს გერმანელებთან დაახლოვდა ის და საქართველო იღებს აშკარად პროგერმანულ ორიენტაციას და რაც უკვე აღნიშნეთ, სწორედ გერმანელების დახმარებით და აკაკი ჩხენკელის უშუალო დაჟინებული თხოვნით საქართველო აჩქარებს აი ამ პროცესებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და 26 მაისს დადგა კიდეც ეს ნანატრი დღე ქართველი ერისათვის და სხვათა შორის, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ის იყო და პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა de facto აღიარა, იყო გერმანია, საქართველოს და გერმანიამ 28 მაისს ფოთში მოაწერეს ფოთის ხელშეკრულებას, ეს იყო სავაჭრო ეკონომიკური ხელშეკრულება და ქართული მხრიდან ამ ხელშეკრულებას ხელს აწერდა სწორედ აკაკი ჩხენკელი. ჩვენ ვიცით, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და რახან პროგერმანული ორიენტაციის მომხრე იყო სწორედ აკაკი ჩხენკელი, ამიტომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მინისტრის პოსტიდან გადამდგარიყო, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც აქტიურად მუშაობს ქვეყნის ინტერესებისთვის. თქვენ იცით, რომ 1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე გაემგზავრა ქართული დელეგაცია და სწორედ ამ დელეგაციას ძალიან ბევრი საჭირო მასალა მიაწოდა აკაკი ჩხენკელმა, ასევე აკაკი ჩხენკელი ბევრს აკეთებდა საიმსოდ, რათა 1920 წელს საქართველო გაწევრიანებულიყო ერთა ლიგაში, თუმცა სამწუხაროდ მაშინ მიზანი ვერ იქნა მიღწეული, თუმცა მას როგორც ასეთი ცდა არ დაუკლია და უკვე 1921 წლის იანვარში ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა ვიურე აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ შეგვეძლო ამ ქვეყნებში ელჩები დაგვენიშნათ და საქართველოს ხელისუფლებამ ამით ისარგებლა და დასავლეთ ევროპაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელად ინიშნება სწორედ აკაკი ჩხენკელი. ის ხდება საქართველოს სრულპლებიანი ელჩი
პარიზში, რომსა და ლონდონში და იწყება აქტიური თანამშრომლობა ამ ქვეყნებთან, თუმცა იცით რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა და 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ის დაიპყრო და ამის შემდეგ უკვე მისი ძალისხმევა მიმართული არის იქითკენ რომ საინფორმაციო ომს, რომელსაც აწარმოებდა საბჭოთა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, უპასუხოს მან და დაადასტუროს და ყველას დაანახოს, რომ რუსეთის მიერ არის საქართველოს დაპყრობილი და აქ ქართული ხალხის აჯანყებასთან საქმე არ ქონია, როგორც ამას რუსეთი აცხადებდა და სხვათა შორის ძალიან ბევრი პროცესი უკავშირდება აკაკი ჩხენკელს. მაგალითად, თქვენ იცით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საქართველოსთან გაიტანეს ეროვნული განძი. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა ექვთიმე თაყაიშვილი და საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება წერილები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არის გაგზავნილი სტამბოლიდან და მარსელიდან აკაკი ჩხენკელის სახელზე. ის თხოვს დახმარებას აკაკი ჩხენკელს ამ განძის გემიდან გადმოტვირთვასა და შემდეგ დაბინავებაში. იცით, ეს საკმაოდ რთული საკითხი იყო, თუმცა აკაკი ჩხენკელის დახმარებით ეს შესაძლებელი იქნა და ქართული განძი დაბინავდა საფრანგეთში. დიახ, ბატონო, აი მინდა რომ ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება და მინდა ვუთხრათ ჩვენს მსმენელებს, რომ გარდა დიპლომატიური საქმიანობისა, რომელსაც ის აგრძელებდა, ხო, შეუპოვრად, ის ასევე ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა და გამოსცა წიგნი, ხო, ასევე ფსევდონიმით სახელმწიფო და ერი. დიახ, გამოსცა წიგნი და ასევე სხვათა შორის საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება მისი არაერთი ასეთი პატარა წერილები, რომლებიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ყველა იმ პერიოდში მიმდინარე გლობალურ საკითხებს ეხება, ის ცალკეულ იმ ისტორიულ პერსონაჟებს, რომლებიც წარმართავდნენ მაშინ პოლიტიკას მსოფლიო მასშტაბით, თუნდაც იოსებ სტალინის შესახებ და ასე შემდეგ და საინტერესო იქნება თუ კი მკვლევარები დაინტერესდებიან ამ საკითხებით და გამოქვეყნება მისი ეს ძალიან საინტერესო ნაზრევით. ჩვენს რადიო მსმენელს ვუთხრათ, რომ მისი დიპლომატიური საქმიანობა ფაქტობრივად 1923 წელს სრულდება, როდესაც საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა და ქართული ლეგაცია იქ გაუქმდა და ამის შემდეგ მას დიპლომატიური საქმიანობის უფლება აერთვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არაფორმალურად აგრძელებდა ამის გაკეთებას. ის 1959 წელს გარდაიცვალა, მუშაობდა თავის კაბინეტში, წამოდგა სკამიდან, ფეხი დაუსხდა, დაეცა და გონება დაკარგა. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა დაასკვნეს, რომ მას ბარძაყის ძვალი გაუტყდა. ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გონზე მოყვანა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ ის გარდაიცვალა 85 წლის ასაკში და დაკრძალეს ლევიში ქართველთა სასაფლაოზე. მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დარტყმა იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციისთვის და ეს ძალიან კარგად ჩანს იმ დეპეშებიდან, რომელიც იგზავნებოდა საქართველოს ემიგრანტული მთავრობის სახელზე და ეს დეპეშები საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება და რაც ყველაზე მთავარი არის, ის დაფასდა დღევანდელ საქართველოშიც. გასულ წელს შესრულდა 150 წელი მისი დაბადებიდან და შესაბამისად საკმაოდ მასშტაბურად აღინიშნა მისი დაბადების დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით, იყო გამოფენა, იყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, მისი დღიურები გამოქვეყნდა და რაც ყველაზე მთავარი არის, საბურთალოზე 26 მაისის მოედანთან ახლოს მდებარე სკვერს, რომელიც უსახელო იყო მანამდე, ეწოდა მისი სახელი და იდგა მისი ბიუსტი და სხვათა შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს გამოსცა მის სახელობის მარკა. ასევე უთხრათ რადიო მსმენელს, რომ მის სახელს ატარებს ხონის მეორე საჯარო სკოლა დღეს. და გამოცემული არის წიგნი ქართული ემიგრაცია და ადამიანები, სადაც მასე წერენ, რომ ადამიანი არაჩვეულის დილობისა და სიდარბაისლის ჩვენს პარტიაში ითვლებოდა დისციპლინის კაცად, მაგრამ იდეოლოგიურად იცავდა ყველა ქართველების ერთობას ყოველ პირობებში. და ჰქონდა დიდი ცოდნა და კულტურა, როგორც ორატორი არავის არ ჰგავდა. ეს არის ეს მცირე ამონარიდი წიგნისა, რომელიც 1971 წელს გამოიცა პარიზში. დიახ, და სხვათა შორის მისი ბიოგრაფია ძალიან მრავალფეროვანი არის, მას თავისი მოღვაწეობის დროს ურთიერთობა ჰქონდა იმ პერიოდისთვის ძალიან ცნობილ ადამიანებთან,
ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტიდან დაწყებული ეს იტალიის მეფე თუ ბენიტო მუსოლინი დამთავრებული, ასე რომ მისი ბიოგრაფია მრავალმხრივი არის და მისი მცდელობები აი აქედან კარგად ჩანს მისი ჩანაწერებიდან თუ რამდენს აკეთებდა ის, მისი უკმაყოფილებაც თუნდაც ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, რომელსაც დიდი სახელმწიფოების სამწუხაროდ იღებდნენ, აი მაგალითად კინოის კონფერენციაზე, როდესაც მართალია საკითხი იქ საქართველოში გაჟღერდა, თუმცა შედეგი ჩვენთვის მაინც და მაინც სახარბელო არ იყო და ამაზე ის უკმაყოფილო იყო და თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ მემაკარონებმა გაგვბედეს, იტალიელებს გულისხმობს და ამ შემთხვევაში ალეგორიულად, ასევე საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებით არის ხოლმე ის უკმაყოფილო, ამასაც არ მალავს თავის დღიურებში, მაგალითად, როდესაც ფინანსური პრობლემების გამო ჩვენმა ემიგრანტულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპაში მოსწავლე სტუდენტებისთვის დახმარება შეეჩერებინათ, ამით ის აღშფოთებული იყო და ამბობდა, რომ აქ არ ჩანს ერის და სახელმწიფოს სიყვარული და ერთ ადამიანს აკრიტიკებს, რომ მას ერის ბელადად და წინამძღვრად მოაქვს თავი, მის სწავლობაზე ათასობით ფრანკი დაიხარჯა და ქართველი ახალგაზრდობის სწავლაზე ასეულობით ფრანკს როცა ხარჯავთ, ამაზეც უარს ვამბობთ, ასე რომ ის მუდმივად ემიგრაციაში საქართველოს და ქართველებს ზრუნავდა განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებზე და ჩვენთან საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება არაერთი წერილი, რომელსაც მას უგზავნიან ცნობილი ადამიანები, ქართველები, რომელიც მუდმივად თხოვენ მას დახმარებას. ასეთი წერილები არის თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გაგზავნილი წერილი, გიორგი მაზნიაშვილის, გიორგი კვინიტაძის, ქაკუცა ჩოლოყაშვილის და სხვების, ქაკუცა და სპირიდონ ჭავჭავაძის თქვენ აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში დაემგზავრნენ და იმ წერილს, რომელსაც ისინი უგზავნიან აკაკი ჩხენკელს, ამ წერილში ისინი ამბობენ და ითხოვენ დახმარებას, რადგან ფინანსური პრობლემები ჰქონდათ მათ, სამსახურიც ვერ იშოვეს და ყველა მუდმივად ცდილობდა დაკავშირებოდა აკაკი ჩხენკელს და აკაკი ჩხენკელიც შესაბამისად შუამდგომლობდა საქართველოს ემიგრანტულ მთავრობასთან და ყველას მაქსიმალურად უმართავდა ხელს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა ლევან ჯიქია, ისტორიკოსი და ჩვენ საუბრობდით აკაკი ჩხენკელის შესახებ.